არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე ელაპარაკეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული ლაპარაკობს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ზეწოლაზე, ასევე სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რის გამოც მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას მიმართოს საქართველოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტის მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ. დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საბას ხვიტარიძის, რევას კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვათა საქმეები. ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს, არის შაბლონური და ერთმანეთის იდენტური. არ არის გამოკვეთილი თითოეული პირის ინდივიდუალური ბრალი, რაში გამოიხატა თითოეული მათგანის როლი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. აშკარად შეინიშნება მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი, ეს ძალიან კარგად ჩანს სასამართლოს ხდომებზე, ისინი სვამენ კითხვებს, რომლებიც ემსახურება ბრალდების მხარის ინტერესებს, ასევე ისინი ხაზს უსვამენ თვალს ხუჭავენ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ხარვესებზე, მათ უკანონობაზე.